შენ უბრალოდ დავხარჯეთ 285 მილიარდი დოლარი იმისთვის, რომ შეგვექნა ის, რასაც ხალხი ციფრულ ღმერთს ეძახის, რომელსაც შეუძლია საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადის ამოცანები წამებში ამოხსნას. მაგრამ თუ კედლის საათს აჩვენებ, დაახლოებით 9 შემთხვევაში შეცდება. ეს უნდა გაღელვებდეს, არა იმ გაგებით, რომ ეს საინტერესოა, არამედ იმით, რომ შეიძლება სინამდვილეში არც კი გვესმოდეს რა შევქმენით. რადგან ამჟამად სილიკონის ველიზე ერთი ილუზია ვრცელდება. ინსაიდერების 73% ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს შეცვლის. საზოგადოებიდან კი მხოლოდ 10% ოცენტის უნდა ეს. აბა, რომელი სწორია? კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი გარღვევა თუ მრავალმილიარდიანი გაუგებრობა იმის შესახებ, რაც ხალხს რეალურად სჭირდება. აი რატო ინგრევა ნდობა ხელოვნური ინტელექტის მიმართ? მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტი ხმაურიანი დაპირებებით გამოჩნდა, ადრეული მომხმარებლებისთვის ეს უცნაური და არათანაბარი გზა იყო. ის მუშაობს როგორც მაღალგანვითარებული მექანიკური თურქი, რომელიც კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად არის დაპროგრამებული, მაგრამ გაამართლებს თუ არა, ეს მთლიანად წარმატების პირობებზეა დამოკიდებული. ამოცანებში, სადაც ძალიან კონკრეტული და ობიექტური პირობაა, ის საოცრად კარგად მუშაობს. პროგრამამ შეძლო ადვილად ჩაებარებინა ადვოკატთა გამოთთა, რომელიც წარმოუდგენლად რთული იურიდიული ტესტია და მომავალი იურისტები მასზე თვეების განმავლობაში ემზადებიან. უბრალოდ ყველა ხელმისაწვდომი მონაცემის სკანირებით პასუხების მოსაძებნად. მაგრამ იურისტებს, რომლებიც მას იხენებენ იურიდიულ დოკუმენტებში ჩვენებების შესაქმნეთ, ხშირად უსიამოვნო სიურპრიზები ხდებათ. აღმოჩენილია, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გამოიგონოს გამოგონილი საქმეები თავისი მხარის დასაცავად, რის გამოც ერთზე მეტი იურისტი მოსამართლემ გააფრთხილა, ან თუნდაც ადვოკატთა რიგებიდან გარიცხვით დაემუქრა, რადგან ცდილობდნენ კალბი საქმის წარდგენას ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით. მაშ, რატომ აკეთებს ხელოვნური ინტელექტი ამდენ სწორ და ამდენ არასწორ რამეს? ხელოვნური ინტელექტიური ინტელექტის ექსპერტებმა შეისწავლეს სისტემის ძლიერი და სუსტი მხარეები და აღმოაჩინეს რამდენიმე შოკის მონგრელი ნატვი. მას არ შეუძლია მარტივი ფაქტების ამოცნობა. მაგალითად, რამდენი ასო არ არის სიტყვა სტრობერიში, ან არასწორად განსაზღვრავს ანალოგურ საათზე ნაჩვენებ დროს, რაც მოდელების მიერ 50%-ში გავრცელებული შეცდომაა. ხანდახან კი ეს შეცდომები შეიძლება საშიში იყოს. Google-ის ხელოვნური ინტელექტის შეჯამებებმა ხუმრობის კითხვაზე რამდენი ქვა უნდა შევჭამო. ხალხს ურჩიეს დღეში ერთი ქვა ეჭამათ, რაც სატირული ვებგვერდის The Onion-ის სტატიაზე დარდნობით მოხდა. ხელოვნური ინტელექტი დიდ საკითხებს სწორად აგვარებს, მაგრამ ხშირად პატარა დეტალებში შეცდომებს უშვებს. ამას არათანაბარი ზღვარი ეწოდება და ეს ყველაფერი ეჭქვეშ აღენებს. 2026 წლის თებერვლისთვის მხოლოდ აშეტეშოტში ხელოვნურ ინტელექტში 285.9 მილიარდი დოლარი იყო ინვესტირებული. ტექნოლოგიის გაუმჯობესებისა და არსებითად ტექნოლოგიურ შეიარაღების რბოლაში კონკურენციის მიზნით. წელიწადში გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტში 25.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. იგივეა რაც 17 ბურჯ ხალიფას აშენების ვირებულება. მაგრამ ხელოვნური ინტელექტის განვითარება მარტივი არ ყოფილა. დიდ მიღწევებს მოულოდნელი უკუსლები ეწინააღმდეგება და ამდეგება. ეთან მალოკი, ამ პრობლემის ამოცნობი ნაშრომის ავტორი, ამტკიცებდა, რომ ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ ისე არ სწავლობს, როგორც ადამიანები. ისეთ და იმავე შეცდომებს განმეორებით უშვებს. და როცა ადამიანები სრული სისწრაფით მიექანებიან ხელოვნური ინტელექტით მართულ მომავალში, ეს მოულოდნელი ჩავარდნები შეიძლება სახიფათო იყოს. თუ ტექნოლოგიური ძალები თავისას გაიტანენ, ის ჩვენს ცხოვრებაში ყველა სფეროში იქნება. მაგრამ ეხლა ხალხი ამბობს, რომ საკმარისია, ვისაც არ უნდა ესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტზე, გაყოფილ აზრს მოისმენთ. ერთ მხარეს არიან ადრეული მომხმარებლები, ადამიანები, რომლებიც ვერ წყვეტენ საუბარს იმაზე, თუ როგორ შეცვალა ხელოვნურმა ინტელექტმა მათი სამუშაო, კრეატიულობა და ყოველდღიური ცხოვრება. მეორე მხარეს კი უფრო ჩუმი, მაგრამ ზარდი ჯგუფი იწყებს წინააღმდეგობას. ადამიანები, რომლებიც ამაყობენ იმით, რომ არასდროს გამოუყენებიათ ხელოვნური ინტელექტი და თითო გადანაშაულებად კითხვას ადანაშაულებენ ხელოვნების მოპარვასა და გარემოს დაბინძურებაში. როგორც ყველა საკამათო საკითხში, ორივე მხარეს ყავს ხმამაღალი აქტივისტები და თითქოს თანაბრად არიან გაყოფილნი. მაგრამ მონაცემების რეალობა სრულიად განსხვავებულ სურათს აჩვენებს. სტენფორდის ხელოვნური ინტელექტის ინდექსი 2017 წლიდან აკვირდება ადამიანების დამოკიდებულებას ხელოვნური ინტელექტის მიმართ, როგორც ინდუსტრიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ყოველ წელს უფრო დრამატული ცვლილება იკვეთება. ამჟამად არსებობს ერთი ჯგუფი, რომელიც სრულად სჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი აღმავლობის გზაზეა და მომავალი მხოლოდ კარგს ნიშნავს. პრობლემა ისაა, რომ ეს ადამიანები თავად არიან ჩართული ხელოვნურ ინტელექტში. ექსპერტების 73% ელოდება დადებით გავლენას ხელოვნურ ინტელექტში შემდგომი ინვესტიციებისგან. ისინი მუდმივად სთავაზობენ მას როგორც ტექნოლოგიურ, ისე სხვა სექტორებში კომპანიებს, როგორც მათ პრობლემებზე პასუხს. მაგრამ ფართო საზოგადოება სრულიად განსხვავებულ სურათს ხატავს. როდესაც უფრო ფართო აუდიტორიას მივმართავთ, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა უბრალოდ არ მცირდება, არამედ კატასტროფულად ეცემა. მხოლოდ 23% ამერიკელთა შორის ხელოვნური ინტელექტის დადებითი გავლენა სჯერა. უმეტესობა კი შეშფოთებულია მასობრივი სამუშაო ადგილების დაკარგვით, რადგან ხელოვნური ინტელექტი ინდუსტრიას ავტომატიზაციას უკეთებს. მხოლოდ 10% ამბობს, რომ უფრო აღფრთოვანებულია ვიდრე შეშფოთებული. ეს ნაკლებია იმ ადამიანებზე, ვინც ფიქრობს, რომ მთვარეზე დაშვება ყალბია. ეს უბრალოდ შეხედულებების განსხვავება არ არის. ეს არის ყველაზე დიდი აცდენა საზოგადოებასა და ფინანსურ ელიტებს შორის 2008 წლის შემდეგ, როდესაც ბრმანდობამ ხელი შეუწყო ყველაზე მძიმე კრიზისს, დიდი დეპრესიის შემდეგ.
და ექსპერტები მაინც არ არიან შეშფოთებულები. ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი თავისით გამოსწორდება. როგორც კი ხელოვნური ინტელექტის შემდეგ ეტაპს მიაღწევს. მაგრამ ეს უბრალოდ ოპტიმიზმი არ არის, ეს არის ეკოკამერა. როდესაც საკმარის დროს უთმობ ეკონომიკის, ბაზრებისა და მომავლის შესახებ ამბების შესწავლას, ადვილია ამ აზროვნებაში გაჭედვა, როცა გონია, რომ ყველაფერი დაუყოვნებლივ უნდა გესმოდეს. თითქოს თუ მთლიან სურათს ერთდროულად ვერ ამოხსნი, უბრალოდ დაძაბული რჩები, ზედმეტად ფიქრობ და არ იცი საიდან დაიწყო. ვფიქრობ, ბევრს ეს ნაცნობად ეჩვენება, რადგან ცხოვრებაც ასეთია. ხანდახან ზეწოლა ერთი დიდი დრამატული რამ არ არის. ეს უბრალოდ მუდმივი გაურკვევლობის, სტრესისა და იმის შეგრძნების თვირთია. თითქოს ამ წუთას ყველა პასუხი უნდა კონდეს. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც თერაპია შეიძლება ძალიან ღირებული იყოს. ის გაძლევს საშუალებას შეანელო ტემპი, გაანალიზო შენი გრძნობები და ნაბიჯ-ნაბიჯი მოქმედო, იმის ნაცვლად რომ ყველაფერს ისე მიუდგე, თითქოს ან ყველაფერი უნდა იყოს, ან არაფერი. თერაპიამ დამეხმარა, რომ ისლაც უზარმაზარ პრობლემად მეჩვენებოდა, უფრო მართვად ნაწილებად დამეყო. მან დამეხმარა ყურადღება გამემახვილებინა იმაზე, რაც ახლა შემიძლია გავაკეთო და ყველაფერი ნაკლებად დამსგუნველი გამეხადა. და სწორედ ამიტომ მიხარია, რომ BetterHelp სპონსორობს ამ ვიდეოს. BetterHelp თერაპიის დათრებას უფრო მარტივს ხდის. შეგიძლია სწრაფი ტესტი შეავსო და ლიცენზირებულ თერაპევტს შეგეჩევენ. და თუ არ მოგეწონება არჩეული თერაპევტი, ნებისმიერ დროს შეგიძლია შეცვალო დამატებით თითი ხარჯების გარეშე. შეგიძლია ისაუბრო ისე, როგორც შენთვის ყველაზე კომფორტულია. იქნება ეს ტელეფონით, ვიდეოთით თუ ტექსტით. ხანდახან პროგრესი არ ნიშნავს ყველაფრის ერთდროულად გამოსწორებას. ზოგჯერ უბრალოდ მხარდაჭერა და სხვა კუთხიდან დანახვა გჭირდება, რომ ცოტა უფრო ნათლად წახვიდე წინ. ასე რომ, თუ ფიქრობდი თერაპიის დაწყებაზე, დააწკაპუნე აღწერაში მოცემულ ბულზე, ან ეწვიე betterhelp.com/infographics და მიიღე 10%-იანი ფასდაკლება თერაპიის პირველ თვეზე. ხელოვნური ინტელექტის ექსპერტები მიუთითებენ შთამბეჭდავ მიღწევებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის მიერ მათემატიკის ოლიმპიადის ამოცანების ამოხსნა, სადოქტორო დონის სამეცნიერო კითხვებზე პასუხი, ან სტატისტიკური მონაცემების ანალიზი. და ამ სფეროებში ხელოვნური ინტელექტი წარმოუდგენელ პროგრესს აჩვენებს. ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა კიბერუსაფრთხოების საკითხების მართვაში 2025 წელს 93%-იანი წარმატების მაჩვენებელი აჩვენეს, მაშინ როცა წინა წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 15% იყო. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ხელოვნური ინტელექტი მუშაობს, ეს არ ნიშნავს, რომ ის ფიქრობს. ტექნოლოგიების ექსპერტებს უყვართ იმის თქმა, რომ სკეპტიკოსები უბრალოდ ჯიუტები არიან. წინააღმდეგობა მხოლოდ დროებითია და საბოლოოდ ყველა ეთანხმება, როცა ეს გარდაუვალი ხდება. მაგრამ რა მოხდება თუ ეს ვარაუდით ცდარია? რა მოხდება თუ ამჯერად ყველაფერი სხვანაირადაა? პირველი დღიდანვე ხელოვნური ინტელექტის კომპანიები ყიდიან ხედვას, არა მხოლოდ უკეთეს ინსტრუმენტებს, არამედ ინტელექტის კვანტურ ნახტომს. ისინი ეხებიან იმას, რაც ადამიანებს უკვე იცნობენ, ხელოვნური ინტელექტის იმ ვერსიას, რომელიც ფილმებში გვინახავს. სრულიად ძლიერი სისტემა, სრულად ავტონომიური, რომელსაც შეუძლია აზროვნება, გადაწყვეტილებების მიღება და სამყაროს ადამიანებზე უკეთ მართვაც კი. და ამ ყველაფრის ცენტრში არის ერთი იდეა – სინგულარობა. მომენტი, როდესაც ხელოვნური ინტელექტი მთლიანად გადააჭარბებს ადამიანის ინტელექტს და ყველაფერი ამაზე იქნება დამოკიდებული. მომხრეები ამბობენ, რომ უნდა ვეცადოთ უფრო მეტი დავაბანდოთ, რადგან მეორე მხარეს утопია გველოდება. მაგრამ სკეპტიკოსები სხვას ხედავენ. ისინი ხედავენ ყველა იმ მომენტს, როცა ხელოვნური ინტელექტი ვერ ამართლებს. მაგრამ რა მოხდება თუ არც ერთი მათგანი არ არის მართალი? რა მოხდება თუ ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ ინტელექტის ილუზია? 2025 წლის ივნისში Apple-ის კვლევამ ტექნოლოგიურ სამყაროში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, როდესაც მან edge-ქვეშ დააყენა ხელოვნური ინტელექტის სასარგებლოდ მოყვანილი მთავარი არგუმენტი. Apple უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ხელოვნური ინტელექტის ბუმის დროს. ის კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტექნოლოგიური კომპანია იყო მსოფლიოში, მაგრამ მისი საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მცდელობები რეალურ შედეგებს ვერ იძლეოდა. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა იყო და ინვესტორის ვესტორების ზეწოლის შემდეგ მან მიმართულება შეიცვალა. რბოლაში მარტო დარჩენის ნაცვლად დაიწყო თანამშრომლობა სხვა კომპანიებთან, რათა ხელოვნური ინტელექტი თავის მოწყობილობებში შეეტანა. და ამან მას ტექნოლოგიურ სამყაროში იშვიათი რამ მისცა – ნიუკერძოებლობა. Apple-ის მკვლევარები ძირეულად შეისწავლიდნენ არსებულ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს და ატარებდნენ ექსპერიმენტებს, რათა დაედგინათ, რომელი პრობლემების გადაჭრა შეეძლო და სად ექმნებოდა სიფთულეები. მათმა ხელოვნური ინტელექტი საოცრად კარგად ადგენს სწორ პასუხს მონაცემთა ნაკრებიდან და მას შეუძლია გაცილებით სწრაფად გაანალიზოს ისინი, ვიდრე ნებისმიერ ადამიანს. მაგრამ ის სტატისტიკურ ანალიზია დამოკიდებული. და როდესაც საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს, მისი უნარი დაადგინოს სიმართლე ცივდება. რაც უფრო მეტია ნაბიჯები, მით უფრო მეტ სირთულეს აწყდება. ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც მკვლევარები იყენებდნენ, იყო მათემატიკური ამოცანების ახალი ფორმულირების წარმოდგენა. მათ არ მისცეს ხელოვნურ ინტელექტს შესაძლებლობა უკვე არსებული მოდელები გამოეყენებინა. ხელოვნური ინტელექტის უნარი დაედგინა შემდეგი ნაბიჯი, ნიშნულოვნად შემცივდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის უფრო მეტად ნიმუშების ამოცნობაზე იყო დამოკიდებული, ვიდრე რეალურ ცოდნასა და აზროვნებაზე. და რაც უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო ამოცანის გადასაჭრელად, მით უფრო უჭირდა მას სწორ გზაზე დარჩენა. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა მაშინ, როდესაც ის ტესტირებას გადიოდა ჰანოის კოშკის ამოცანაზე, სადაც საჭიროა დისკების გროვის ერთი ღეროდან მეორეზე გადატანა მკაცრი წესების დაცვით. დისკების რაოდენობის ზრდასთან ერთად ხელოვნურ ინტელექტს გაუჭირდა. ის ერთსა და იმავე დაბრკოლებებს წააწყდა და ბოლოს თითქოს საერთოდ დანებდა.
და ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ხელოვნური ინტელექტის დაპირება უბრალოდ გადაჭარბებული კი არ არის, არამედ შეიძლება სრულად ხუილიც იყოს. სინგულარობის მისაღწევად ხელოვნურმა ინტელექტმა პრობლემები ისე უნდა გადაჭრას, როგორც ამას ადამიანი აკეთებს. მკვლევრები აერთიანებენ მონაცემებს ათეულობით წყაროდან, ადარებენ მათ ერთმანეთს და რამდენიმე ცვლადს ერთდროულად ითვალისწინებენ, როცა თეორიებს ქმნიან და ეტაპობრივად ამოწმებენ. როდესაც ახალი ინფორმაცია ჩნდება, ეს თეორიები რეალურ დროში იცვლება და ადაპტირდება. ჭადრაგის დიდოსტატებიც მსგავსად იქცევიან. ისინი ამუშავებენ ასობით სტრატეგიას, არა მხოლოდ დაფის თითოეული განლაგებისთვის, არამედ თითოეული მოწინააღმდეგისთვისაც, ვისთანაც თამაშობენ. ადამიანის მსჯელობა არასდროს არის სრულყოფილი, ის ვითარდება მომენტთან ერთად. მაგრამ ხელოვნური ინტელექტი არ მსჯელობს, ის უბრალოდ შესაბამისობებს პოულობს. ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ თვალის ახვევა, მიუთითებენ, რომ ეს უკვე გვინახავს და ეს არ მოგწონებია. ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ ბევრად უფრო განვითარებული ვერსია იმ ავტომატური დასრულების ფუნქციის, რომელიც ცდილობს სანამ თავად აკრეფას დაიწყებთ, თქვენი წერილები დაგიწეროთ, ან იმ ავტომატური მომხმარებელთა მომსახურების აგენტის, რომელიც გაძალებთ ყველა ეტაპის გავლას, სანამ რეალურ ოპერატორთან საუბარს შეძლებთ. და ეს იმიტომ ხდება, რომ ხელოვნური ინტელექტი წინასწარმეტყველებს რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი და შემდეგ არჩევს შედეგს ალჩევს ალბათობის მიხედვით. ის იყენებს ინტერნეტის მასშტაბით უზარმაზარ მონაცემთა ნაკრებებს, ანალიზებს კანონზომიერებებს და ენის გამოყენების წესებს და ქმნის პასუხებს, რომლებიც სტატისტიკურად შეესაბამება მოთხოვნას. უმეტეს შემთხვევაში ეს გავს მისაღები პასუხის ძირითად ვერსიას, მაგრამ ცოტა რამეც საკმარისია, რომ ის შეცდეს. AI-ის პრობლემის ერთ-ერთი საუკეთესო ილუსტრაცია დღეს შეიძლება სრულიად განსხვავებული ტიპის AI სისტემაში დავინახოთ. ბრბოს კონტროლისთვის გამოყენებული რობოტული ძაღლები წარმოუდგენელი სიზუსტით გადაადგილდებიან, როცა ყველაფერი მოლოდინისამებრ მიმდინარეობს. ყოველი ნაბიჯი გამოთვლილია, ყოველი მოძრაობა მკაცრად კონტროლდება, მაგრამ ამ სიზუსტეს სუსტი წერტილიც აქვს. თუნდაც მცირე შეფერხებამ შეიძლება ისინი პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახადოს, სანამ თავიდან არ დააყენებენ. და აი ეს არის ხელოვნური ინტელექტი დღეს. წარმოუდგენლად ეფექტური, დამაჯერებელი ავტოშევსება, რომლის დაბნევაც გასაოცრად მარტივია. და ბევრი ამბობს, რომ ეს არ ღირს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა ფასადაც ჯდება. მიუხედავად ამ დარჩენილი შეშფოთებებისა, ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებისადმი ჯერ კიდევ უზარმაზარი ინტერესი არსებობს. ისინი, ვინც დაფინანსების ნარატივს ავითარებენ, ბევრს ართმუნებენ, რომ შემდეგი განახლება, შემდეგი მოდელი ამჟამინდელ შეზღუდვებს გამოასწორებს. და ამ წმენას უზარმაზარი ფასი აქვს. მოდელების თითოეულ ახალთაობას მხოლოდ უმაღლესი დონის მკვლევარები კი არ სჭირდება. მას სჭირდება უზარმაზარი რაოდენობის გამოთვლითი რესურსი. მაშინაც კი, სანამ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა, Google-ის Gemini Ultra-ს მხოლოდ გასაწორთნელად $191 მილიონი დაჯდა. ეს იგივეა, რაც ორი თანამედროვე F-35-ის გამანადგურებლის ფლოტის ღირებულება, მხოლოდ ერთი მოდელისთვის. და ეს მხოლოდ ზედაპირული ნაწილია ხარჯების. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ამ უსასრულო პროექტს ფული სჭირდება. მას ასევე სჭირდება უზირდება უზარმაზარი ინფრასტრუქტურული ინვესტიცია. ინტერნეტი და მასთან დაკავშირებული ყველა სერვისი მონაცემთა ცენტრებს ეყრდნობა, რომ მუდმივად მუშაობდეს. ხელოვნური ინტელექტის გამოჩენამ და ამ სერვისების მასობრივმა გამოყენებამ მოთხოვნის უზარმაზარი ზრდა გამოიწვია. 2024 წელს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მონაცემთა სერვისებზე მოთხოვნა 690%-ით გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ ყოველწლიურად დაახლოებით მესამედით კიდევ გაიზრდება. და ეს მხოლოდ ჩვენს ინტერნეტს კი არ ცვლის, არამედ მთელ ჩვენს სამყაროს. მონაცემთა ცენტრები მთელ მსოფლიოში ჩნდება და უზარმაზარ ფართობებს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი მონაცემთა ცენტრების უმეტესობა საზღვარგარეთაა, აშშ-ს ეკუთვნის მსოფლიოს მონაცემთა ცენტრების 43% და ეს ცენტრები უზარმაზარ ენერგიას მოიხმარენ, ყოველდღიურად მილიონობით მოთხოვნას ამუშავებენ. ამისთვის საჭიროა დიდი რაოდენობით ელექტროენერგიისა და წყლის გამოყენება, რის გამოც იმ თემებში, სადაც ისინი შენდება, იზრდება გამონაბოლქვი, უარესდება ჰაერის ხარისხი და ზოგჯერ წყლის დეფიციტიც კი წარმოიქმნება. ხელოვნური ინტელექტის მოწინააღმდეგე აქტივისტები მონაცემთა ცენტრების მშენებლობის დროებით შეჩერებას მოითხოვენ გარემოზე ზემოქმედების გამო. თუმცა ტექნოლოგიური სექტორი აღნიშნავს, რომ თითოეულ AI მოთხოვნას ძალიან მცირე გავლენა აქვს. ნახშირბადის ნაკვალევი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბურგერის ჭამას ან მანქანის მართვას. პრობლემა ისაა, რომ არავინ აკეთებს მხოლოდ ერთ მოთხოვნას. ეს სისტემა ბევრისთვის მუდმივ თანამგზავრად იქცა და ეს სწრაფად გროვდება. სინამდვილეში, Grok 4-ის გაწვრთნის ხარჯი შეფასებულია ისე, რომ ის უდრის 17,000 მანქანის წლიურ ემისიას. და ეს ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც ადამიანები ამ ტკივილს გრძნობენ. ხელოვნური ინტელექტის გაფართოების წინააღმდეგ მებრძოლებს შეიძლება უჩვეულო მოკავშირე ჰყავდეთ გეიმერები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვეულებრივი ტექნოლოგიური პროგრესის მომხრეები არიან, ვიდეო თამაშების გულშემატკივრები ხელოვნური ინტელექტის ბუმის ყველაზე პირდაპირ შედეგებს განიცდიან. ოლო 1 წლის განმავლობაში DDR4-ის ფასი 2000%-ზე მეტით გაიზარდა ხელოვნური ინტელექტის კომპანიების უზარმაზარი მოთხოვნის გამო. თუნდაც მოთამაშეებს მისი ხიდვის საშუალება ჰქონდეთ, შეიძლება ვერ შეძლონ. RAM ჩიპების წამყვანი მწარმოებელი კომპანიებიდან ზოგიერთმა მთლიანად შეწყვიტა ინდივიდუალური გარიგარიდვები. უფრო და უფრო ძლიერდება განცდა, რომ ამერიკელებს თხოვენ პირად და გარემოს დათვით დონეზე მნიშვნელოვანი მსხვერპლის გაღებას, რათა ხელოვნური ინტელექტის შეიარაღების რბოლაში გაიმარჯვონ. მაგრამ საქმე ისაა, რომ შეიძლება ამასაც კი არ ვაკეთებდეთ.
სოფლიოს წამყვანი ხელოვნური ინტელექტის კომპანიები ყველა ამერიკულია, მათ შორის OpenAI და Anthropic, ასევე უფრო დიდი ტექნოლოგიური კონგლომერატები, როგორიცაა Google და X. ინვესტიციების მხრივ კი მეორე ადგილით კი ახლოს არ არის. შეერთებული შტატების კერძო სექტორმა 2013 წლიდან 2024 წლამდე ხელოვნური ინტელექტის კვლევაში 470 მილიარდ დოლარზე მეტი დააბანდა და ამის შემდეგ ყოველწლიურად ეს რიცხვები მკვეთრად იზრდებოდა. მხოლოდ 2024 წელს ASHM 109 მილიარდი დოლარი დააბანდა, მაშინ როცა ჩინეთმა 9.3 მილიარდი დოლარი დააბანდა. და ეს ყველაფერი შეიძლება არც კი იყოს საკმარისი, რომ ASHM პირველ ოცელში მოხდეს. თუმცა ახალი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების წარმოშობის მხრივ შეერთებული შტატები კვლავ ლიდერ პოზიციაზეა. ესეთი ქვეყნები როგორიცაა ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა ძლიერ კონკურენციას უწევენ, მაგრამ ამერიკულ კომპანიებს აშკარა უპირატესობა აქვთ, როგორც შესაძლებლობებში, ისე მასშტაბში. სხვა ქვეყნები ახლა აქტიურად ცდილობენ პარტნიორობას, ლიცენზირებას ან ინვესტირებას ამერიკულ ხელოვნური ინტელექტის კომპანიებში, უბრალოდ იმისთვის, რომ ტექნოლოგიის სწრაფ განვითარებას არ ჩამოჩნდნენ. მაგრამ შესაძლოა ისინი გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთესი ინვესტიცია აღმოჩნდნენ, რადგან ამერიკა მიღების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ჩამორჩებას ხვებს. მხოლოდ 28.3%-მა ამერიკის მოსახლეობის ამბობს, რომ რეგულარულად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს სამუშაო მოვალეობების შესრულებისას. სტენფორდის ხელოვნური ინტელექტის ინდექსის მიხედვით, რომელიც აკვირდება ხელოვნური ინტელექტის გავრცელებას იმ ადამიანების სტილის მიხედვით, ვინც რეგულარულად იყენებს გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს სამუშაოზე, ამერიკა რეალურად დაახლოებით 24 ადგილზეა და ეს მათ მნიშვნელოვნად ჩამორჩენილ მდგომარეობაში აგანებს. სოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნები ბევრად უფრო სწრაფად ნერგავენ ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურ საქმიანობაში, ვიდრე ამერიკელები. წამყვან ქვეყნებს შორის არიან ირლანდია, ნორვეგია და საფრანგეთი, სადაც ეს მაჩვენებელი 40-იანებში აღწევს. სინგაპურში ეს მაჩვენებელი 60.9%-ს აღწევს, მაშინ როცა ნავთობით მდიდარი არაბთა გაერთიანებული საამიროები აგრძელებს ტექნოლოგიების მასშტაბურ დანერგვას 64%-იანი მიღების მაჩვენებლით. ამ ქვეყნებში ხელოვნურ ინტელექტში დიდ პოტენციალს ხედავენ და მას ზოგადად ბევრად უფრო დადებითად აფასებენ ვიდრე ამერიკელები. რაც ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებისთვის კითხვას აჩენს. რა არის პრობლემა? ეს ხელმისაწვდომობის ნაკლებობა არ არის. ყველა ძირითადი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია სწორედ შეერთებულ შტატებშია კონცენტრირებული. არც ფასის საკითხია, რადგან ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომია 2022 წელს ChatGPT-ის გამოჩენის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უმეტესობა აქტიური მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ვიდეოებისა და სურათების გენერაცია სურს, პრემიუმ გამოწერებს თავაზობს. ძირითადი ფუნქციების უმეტესობა ერთი ღილაკის დაჭერით უფასოდ არის ხელმისაწვდომი. მაგრამ შეიძლება არსებობდეს კულტურული ბარიერი, რომლის გადალახვაც გაცილებით რთულია. ევროპაში ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დანერგვა იმ ქვეყნებში შეინიშნება, სადაც ძლიერი პროფკავშირებისა და შრომითი დაცვის ღრმა ტრადიცია არსებობს. ამ ქვეყნებში ავტომატიზაციას ხშირად სხვაგვარად აღიქვამენ. ამის ნაცვლად მას მხოლოდ სამუშაო ადგილებისთვის საფრთხედ არ აღიქვამენ, არამედ უფრო და უფრო ხშირად განიხილავენ როგორც ინსტრუმენტს, რომელიც შეიძლება შეამციროს სამუშაო დატვირთვა, გაამარტივოს განმეორებადი ამოცანები და საბოლოოდ გააუმჯობესოს სამუშაო პირობები. ტექნოლოგიაზე ორიენტირებულ კულტურებში, როგორიცაა სამხრეთ კორეა, მედია მზადაა ახალი ტექნოლოგიები პოზიტიურად წარმოაჩინოს. თუმცა შეერთებულ შტატებში სურათი ბევრად ნაკლებად ოპტიმისტურია და ხალხი მხოლოდ იმით არ არის შეშფოთებული, რომ ეს მათ მომავალს წაართმევს. შეერთებულ შტატებს დიდი მოსახლეობა ჰყავს და შედარებით სუსტი სოციალური დაცვის სისტემა აქვს, ვიდრე ევროპის უმეტეს ნაწილს. შედეგად, ბევრი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ნაკლებად აღიქვამს როგორც პროდუქტიულობის ზრდის საშუალებას და უფრო მეტად როგორც პირდაპირ საფრთხეს მათ საარსებო წყაროზე. ეს შეშფოთება კიდევ უფრო განძაფრდა მას შემდეგ, რაც კომპანიები ექსპერიმენტებს ატარებენ თანამშრომლების ჩანაცვლებაზე, განსაკუთრებით მომხმარებელთა მომსახურებისა და მხარდაჭერის პოზიციებზე, ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებით. რამდენიმე შემთხვევაში ამგვარმა დანერგვებმა შერეული შედეგები გამოიღო, რის შემდეგაც კომპანიებმა ავტომატიზაციაში ამცირეს და ხელახლა დაიქირავეს თანამშრომლები, რათა შეევსოთ არსებული ხარვეზები. ახალი ტექნოლოგიური ინოვაციისთვის მხოლოდ ერთი რამ არის უარესია, ვიდრე პრობლემად გამოჩენა. ეს არის წაგებულად გამოჩენა. და ამჟამად ბევრი ჩვეულებრივი ამერიკელისთვის ხელოვნური ინტელექტი ორივეს გავს. ბევრი ინვესტორი აფრთხილება, რომ შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის პიკს უახლოვდებით. დიდი ინვესტიციები სავარაუდოდ გაგრძელდება, მაგრამ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული. ამერიკელთა მცირე ნაწილი სულ უფრო მეტად ინტერესდება ხელოვნური ინტელექტით, მაგრამ მათ ჯერ არ უთრენებიათ უნარი, რომ ამ აუდიტორიას გასცდნენ. და რაც უფრო მეტი ხდება ცნობილი ტექნოლოგიის შეზღუდვებზე, მით უფრო შეიძლება ხელოვნური ინტელექტის არათანაბარი შესაძლებლობების შიშმა ინვესტიციები შეაფერხოს. საბოლოო ჯამში ხომ არ დააბანდებს რომელიმე მსხვილი კომპანია თავის ინფრასტრუქტურას ტექნოლოგიაში, რომელსაც აზროვნება არ შეუძლია და მხოლოდ პროგნოზირებს იმას, რაც გონია რომ პასუხია. შეიძლება არა, თუ ისინი მართლაც უსმენენ. ხელოვნური ინტელექტის ბაზრის წინაშე არსებული პრობლემა ახლა ისაა, რომ მისი მთავარი მხარდამჭერები ერთგვარ ბუშში იმყოფებიან. ისინი იმდენ დროს ატარებენ თავიანთ თანამოაზრეებთან და თვითონ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიასთან, რომ გაფრთხილების ნიშნებს ვეღარ ამჩნევენ. ეს კი ნიშნავს, რომ მათ ააშენეს ბანკოს სახლი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება დაინგრეს.
სუდი ანგარიში, ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდელის პროგრესზე, ან კატასტროფა, რომელიც მოდელების მიერ მიცემული ცუდი რჩევის გამო მოხდება. შეიძლება მასობრივ გაყიდვებს გამოიწვევს და ხელოვნური ინტელექტის ბუშტი გასკდება. უამრავი კომპანია ყველაფერს კარგავენ, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს. მაგრამ ეს შეიძლება ყველაზე ცუდი სცენარი არც იყოს. ის რაც ხელოვნური ინტელექტის სკეპტიკოსებს ღამით არაძინებს, არის მსოფლიო, სადაც ხელოვნური ინტელექტის და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა სრული სისწრაფით გრძელდება. კომპანიები და მთავრობები მას აქტიურად ნერგავენ აუცილებელ ინფრასტრუქტურაში და ენდობიან, რომ ყოველდღიურად მილიონობით გადაწყვეტილებას მიიღებს. და შემდეგ რაღაც არასწორად მიდის. ბარიერი გადაიქცევა მოვლენების ჯაჭვურ სერიად, რაც შესაძლოა ეკონომიკის, ინტერნეტის ან ელექტროენერგიის ქსელის ჩამოშლას გამოიწვიოს, როცა ხელოვნური ინტელექტი ცდილობს თავისი შეცდომაში შეყვანილი ლოგიკის გამოსწორებას. და ეს საკმაოდ რეალისტური სიტუაცია. ბოლოს და ბოლოს ენდობოდით თუ არა თქვენი ქვეყნის ენერგოსისტემას, ტექნოლოგიას, რომელსაც ჯერ კიდევ არ შეუძლია ანალოგური საათის დაკითხვა. ზოგი სექტორი არ ელოდება, რომ ხელოვნური ინტელექტი სრულყოფილი გახდეს, სანამ მას დანერგავს. ისინი მაინც წინ მიიწევენ. მთავრობები ხელოვნურ ინტელექტს სამხედრო დაგეგმაში ინტეგრირებენ და შედეგები შემაშფოთებელია. გაიგეთ, რა ხდება ხელოვნური ინტელექტის ომის სიმულაციების 95%-ში. როდესაც ყველაფერი სრული განადგურებით მთავრდება, ან უყურეთ ამ ვიდეოს.